დღეს ორშაბათია 8 საათი და ტრადიციულად ჩვენი სტუმრები ბრძანდებით. ჩვენ ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. საღამო მშვიდობის. უკვე 10-ზე მეტი გადაცემა გავიდა ეთერში და ჩვენ და სასიხარულოდ მაყურებელი და გულშემატკივრები გაგვიმრავლდა. გვეხმაურებიან, წერენ კომენტარებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და ვინც არ იცის როგორ დაგვიკავშირდეთ, გეტყვით, ძალიან მარტივია. Facebook-ზე და YouTube-ზეც შეგვიძლია მოგძებნოთ, პირდაპირ გახსოვს აკრიფავთ, გადაცემა გახსოვს. და იქ მოგწერეთ თქვენი შენიშვნები, წინადადებები, თუ ვინმესთან გსურთ შეხვედრა ან რაიმე ისტორიის ან ამბის გახსენება, ვეცდებით, რომ შეძლებს დაგვარად დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები თუ სურვილები. ახლა კი შევუდგეთ დღევანდელ გადაცემას. სპორტსმენის შეფასება ან მეორე სპორტსმენთან შედარება როგორც წესი მიღწეული შედეგებით ხდება. თუ ერთის მიღწევები აღემატება მეორეს, ესე იგი გამოდის ეს სპორტსმენი უფრო სახელოვანი ყოფილა ვიდრე მეორეა. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ეს მიდგომა ალბათ შეიძლება გამართლებულიც იყოს. მაგრამ გუნდურ სპორტებში არ ამგონია თლად ესე იყოს საქმე. და რატო? მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება. ხო, იმიტომ რომ თუ ძლიერი ხარ და ძლიერ გუნდში თამაშობ, შენი კარიერა ტიტულებით უფრო მდიდარი იქნება, ვიდრე იმისი, რომელიც შეიძლება შენზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, კალათბურთელია თუ წყალბურთელია თუ რაგბისტი, ვიდრე შენ ხარ. შენზე გაცილებით დიდია, მაგრამ მისი გუნდია უფრო სუსტი შენსაზე და ცხადია ტიტულები უფრო ნაკლები აქვს. და ეს ჩემი პოზიცია უფრო გამართლებული მგონია მაშინ თუ საქმე ეხება კიდევ ძველ წინათაობის და წინათაობის სპორტსმენებს, რატომ? როდესაც ფული არ განაგებდა ყველაფერს და ვისაც გინდოდა იმას არ იყიდიდი და ვერ მოიყვანდი გუნდში, ხო? მაგრამ მაინც ასეა თუ ისეა, ჩვენ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სპორტსმენის რეიტინგის გამსაზღვრელი მაინც არის ტიტულები. მაგრამ როდესაც ლეგენდარულ სპორტსმენზეა საუბარი, აქ უკვე მედლების და თასების რაოდენობაზე წინ მე მგონი ის ჭორები, ის მონაყოლები, ის მითები თუ ლეგენდები გადმოდის წინა ფლანგზე რა. ნამდვილად ესე, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენ ლეგენდარულ სპორტსმენზე გაგვიგია ხოლმე, ხო, იგივე თქვათ, ბორის ბაიჯაძე, ხო გახსოვს, აი ესეთი დარტყმა ქონდა წითელ თასმას აბავდნენ და მაიმუნი გახეთქა. საინტერესო რა. ეხა ბორის ბაიჯაძე საკლუბო დონეზე და გინდა სანაკრებო დონეზე არ ქონდა იმხელა ასპარეზი. მიღწევები, ხო, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ სახელდებოდა, ხო? აი ამის ცოცხალი მაგალითიც ესეთია და ლეგენდარული, აი სწორედ ესეთ ლეგენდარულ ფეხბურთელზე გვინდა დღეს ვისაუბროთ და ეს ფეხბურთელი გახლავთ ჩვენი ლეგენდარული კაპიტანი დინამოს მანუჩარ მაჩაიძე, რომელსაც საბედნიეროდ ტიტულებიც არ აკლია. მე პირადად 60-დან 70 წლამდე დინამოს სიზმარებით მახსოვს. აი უფრო ყურით მოსმენელი ინფორმაცია შემორჩა ჩემ მეხსიერებას და პირველი თამაში, რომელზედაც უკვე დამოუკიდებლად წავედი და მივედი სტადიონზე, უბრალოდ შევიპარე, ეს იყო ტვენტესთან 72 წელს, როდესაც პირველად დაუშვეს დინამო თბილისი ევროტურნირებზე, სექტემბერი იყო, მე მგონი 13 სექტემბერი. 13, ხო. 3-2. 2 გივინოდი ამ გაიტანა და ერთი ყიფო.
მანუჩარი 67 წელს აიყვანეს დინამოში. 68 წელს უკვე პირველი თამაში ითამაშა, შესრულზე შევიდა ტაშკენტის სპარტაკორთან, ეს უკვე ძირითად შემადგენლობაში. ასე რომ, ჩემი ეს უკვე რაღაცას რო ხდება გულშემატკივრობის ასაკი პრაქტიკულად მანუჩარის ფეხბურთელობას დაემთხვა რა. გეთანხმებით რომ მანუჩარზე ალბათ უფრო ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია დინამოში. მანუჩარზე უფრო ტექნიკურ ფეხბურთელსაც უთამაშია. მანუჩარზე უფრო თქვა შეიძლება ტაქტიკურად უფრო განვითარებულ ფეხბურთელსაც უთამაშია, უფრო ძლიერი დარტყმა ქონია ვიღაცას, ან სხვადასხვა თვისებები, მაგრამ ჟინი ეს ყველაფერი თვისებები რაც ჩამოთვალე ესეც ჰქონდა ბატონ მანუჩარს. ყველა თვისება ჰქონდა. ჟინი, აზარტი და თავდადება ესეთი რომ ვინმე ჰქონდოდეს, მე პირადად არ მახსენდება. ეთი ღოღობერიძეზე გამიგია, მაგრამ მე ჩემი თვალით არ ვინახე ეს. მარტო ის რადგის რომ 150 თამაში აქვს ზედიზედ ნათამაშები მანუჩარ მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში შეუცვლელად 90 წუთი ითამაშა ეს ხალხი არის დაახლოებით 4-5 წელი. ანუ ამ ხნის განმავლობაში, ამ 4-5 წლის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძე იყო ყოველთვის ფორმაში. მანუჩარ მაჩაიძე არ მიუღია ყვითელი და წითელი ბარათები და მანუჩარ მაჩაიძე არ დამტვრეულა. ერთადერთხელ მიიღო წითელი ბარათი, ოდესა როცა აი უკვე ეს მერე იყო ზუსტად ამ პერიოდს, ამ 150 თამაშიან პერიოდს ვამბობ, 150 თამაში და არც დამტვრეულა და არ დამტვრეულა, მაშინ ეს რადონ დღეს ხوار თამაშობდა მანუჩარი, ხო? როდესაც ფეხის მოტეხვა თუ რა ვიცი, ეს იყო ჩაოლებრივი თამაში. ჩაოლებრივი ტური არ იყო, მე მგონი ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე რომ ვიღაცა საშინელი ტრავმა არ მიიღო ერთწლიანი და უკნიდან ვარდნა პირდაპირ თან გავითვალისწინოთ რომ ამ 150 თამაშში თასის თამაშებიც იყო და დამატებითი დროც იყო. კი ბატონო. როგორია? კი ბატონო. 30 წუთიანი დამატებითი დროის თამაში. მოგეთ მე ძალიან გამიგძელდა სიტყვა და ჩემო გოჯა და ჩემო თემურ თქვენ რა სიტყვით დიდ მანუჩარს. ჩემი აზრით აი მოკლედ რო ვთქვა თბილისის დინამო მანუჩარის წასვლით დაკარგა სტაბილურობა. აი გავიხსენოთ თუნდაც 79 წლის სეზონი, როდესაც საკავშირო ჩემპიონატში 4 თამაში ქონდა გუნდს წაგებული და მერე ვნახოთ 80 წელი, 91 წელი უკვე რამდენი მარცხი განვიცადეთ სამწუხაროდ. აი ერთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც ჩვენ წინვალეთ ვითამაშეთ 91 წლის 4 მარტს აპტონ პარკზე მოუგეთ ვესტჰემს 4-1, მაგრამ თუ გაიხსენებთ, მომდევნო 3 თამაში თბილისის დინამომ წააგო. ეს იყო მინსკის დინამოსთან ჩემპიონატის მატჩი, ერევნის არარატთან თასი და საპასუხო თამაში უკვე ვესტჰემთან. მე შორს ვარ იმაზისგან და ეს დავამტკიცებ რომ ხა მანუჩარი რო ყოფილიყო ამ სამივე თამაშს მოვიგებდით, მაგრამ ფაქტია რომ მანუჩარ მაჩაიძის წასვლის შემდეგ ისეთი სტაბილური გუნდი აღარ იყო და თასების თასიც რომ გამოვრიცხოთ ეს მართლა უდიდესი ტიტული ხო, მაგრამ სხვა წოდება თბილისის დინამოს აღარც მოუგია. კი ბატონო. არ ჩემპიონები გავხდარ ვართ. ეხლა ჩვენ გავიხსენოთ რომ მანუჩარი ერთადერთი კაპიტანია, რომელმაც ორჯერ მოიგო გუნდთან ერთად, ცხადია საკავშირო თასი, ეს ვერც ბორის პაიჭაძემ შეძლო, ვერც ავთანდილ გოღობერიძემ, ვერც სლავა მეტრეველმა და ვერც შოთა იამანიძემ და უკვე მერე და მე თუ მკითხავ რო დაეტოვებინა ალექსანდრე ჩივაძემ. რო დაეტოვებინა მესამედაც მოიგებდა შახტიორთან. დაწყებული ქონდა ყოველ შემთხვევაში ჩარტავაში. დიდი ალბათობით. მე ესე იგი ერთ ესეთ რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ საშინელი ტრაგედია და ტრიალდა ტაშკენტში, ტაშკენტის ბახტაკორი, როდესაც დაიღუპა მთელი გუნდი. მანუჩარმა მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა ტაშკენტში სათამაშოდ.
და ეხლა იმდენად დიდი იყო მანუჩარის პოპულარობა და იმდენად ბევრნი იყვნენ ეგრეთ წოდებული მანუჩარისტები, რომ ერთ-ერთმა კარგმა ადამიანმა, რომელიც დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, ანზორ მეტრეველმა დიდუბეში ცხოვრობდა ეს კაცი. ადგა და მეო მანუჩარის თამაშის გარეშე არ შემიძლიაო და ტაშკენტში ჩააკითხა მანუჩარს. ნუ სად უნდა მისულიყო, მივიდა ბაზაზე. აბა ვინა ხარ, რა ხარ ის, ანზორი ვარ, მეტრეველი, ამან უთხრა დიდუბეში ვცხოვრობ, მუშტაეთში დავდივარ, შენი გულშემატკივარი ვარ ის ეს და ეხლა მეო ჩამოვედიო და ბინა მინდა ვიქირავო, ანზორს უთქვია და შენ თამაშების საყურებლად. ხო, ტაშკენტში. რა ბინა უნდა იქირავო, მანუჩარს უთქვია. ოროთახიანი ბინა მიქირავესო და მომცესო, მე აქავარო და ეხლა მეტრეველი ხარ, რაჭველი კაცი ხარო და პროვრობა როგორ არ გეცოდინება შენიო, მეტი არაფერი არ მინდაო. ყოველ დღე რომ მოვალ ვარჯიშიდან, კაი საჭმელი დამახვედე. ესე იცხოვრა 4-5 თვე ანზორმა მანუჩართან ერთად. თქვენ სტუმრად ძანდებოდით ბატონ მანუჩართან და მოდით ეს სტუმრობას ნახოთ. ბატონო მანუჩარი, იქნებ გაიხსენოთ თქვენი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები და თბილისის დინამოში მიყვანის პერიოდი რომელმა მწვრთნელმა აგიყვანათ და სადებიუტო თამაშები როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს? კი ბატონო, 1960 წელს მე ვიყავი თბილისის ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლის მოსწავლე და ჩვენი მწვრთნელი იყო ვლადიმერ როშვილი. მაშინ ერთმა მწვრთნელმა თბილისის დინამოს თავმჯდომარმა სალავიოვმა ჩაატარა დახურული მატჩი თბილისის დინამოს ძირითად შემოქმედებასთან. მესხი თამაშობდა მეტრეველი, ისა სიჭინავა, იამანიძე, მე თამაშობდი იამანიძის წინააღმდეგ. ხო და 100-იანი კუტიოვაზე გიორგი სიჭინავა და ეგერი თამაშობდა და ჩაატარა ესეთი თამაში და დახურული თამაში და ბიჭო თამაშის დამთავრებას აკრია 20 წუთს და ვიგებთ 2-0-ს თუ. მესხი თამაშობს მეტრეველი, ეს ნოდია და გაგიზეთ ეს ხო და მეორე ხო და ბოლო 20 წუთი გვათამაშე ზედმეტი და 3-2 მოგვიგეს. ხო და მაშინ ერთმა სალავიოვმა იმ წუთას ამიყვარა გუნდში. ნუ რასაკვირველი ამ ახალგაზრდობის გვირგვინი იყო იაშინის გაშცილების მატჩში მონაწილეობა, რომელშიც თვითონ ლევ ივანესძე ესე უწოდებდა. დაგიძახა. იაშინი მაგარი მეკარე იყო ძალიან, ხო და თბილისში მოვიდა მოსკოვიდან ესეთი ბრძანება რომ მაჩაიძეო პუს ჩამოვიდეს აქ და ითამაშოს სოფრო ნაკრების წინააღმდეგ და მაშინ მაზგურკევიჩი თამაშობდა, ფაკერი თამაშობდა, შულცი, მესეი, ბობი შარტონი, მიულერი თამაშობდა, ჯაიჩი თამაშობდა და პირველი ტაიმი მოიგო დინამოს ნაკრებმა 2-0 და მეორე ტაიმში უკვე როდესაც შეცვალა პილგუიმ იაშინი გაუშვა. კი, აი თქვენ ხა აი ამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდით ფეხბურთს, ხო? ძირითადად დინამოში, სხვა გუნდებშიც და აი რა სიტყვით, აი ვინ იყო თქვენი საყვარელი პარტნიორი და ყველაზე უფრო რომელ მწვრთნელს ემადლიერებით? ჩემი საყვარელი პარტნიორი არ ვიცი, ყველა ეტერი იყო კაცო და ყველას ერთად უყურებდი და მწვრთნელი კიდე ხო, ჩემი საყვარელი მწვრთნელი იყო გავრილ კაჩალინი. კაჩალინი კარგი მწვრთნელი იყო და აღიარებულია საბჭოთა კავშირში მიღწევით ყველაზე დიდი რამე კაჩალინმა. ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა გუნდი და ევროპის თასით 60 წელს აიღეს. კი ბატონო. კარგი. და რომელ თამაშს გამოარჩევდით? კაცო გამოვარჩიე კევის დინამოსთან 70 წელში ბოლო წუთზე რო გავიტანე ბურთი. სოფრო ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო იმისი ბოკა ხუნიუსთან რო ვითამაშეთ არგენტინაში ნიჩია. მე ვითამაშე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, მილანის ინტერნაციონალის წინააღმდეგ და ნაპოლის წინააღმდეგ. და ეს თამაშები მახსოვს და ბენფიკას რო მოვუგეთ კარაველას კარაველას თასზე. ვეთამაშებით
მოსკოვის ტორპედოს. მეორე ტაიმი დაიწყო და გავაკეთე ისა დრიბლინგი. წამოვიღე სამი კაცი მოვატყუე და ყიფიანს თუ იმას გადავაცე და გაიტანეს ბურთი. ხო და ეს თამაში მახსოვს რა. ის თუ გახსოვთ ის რომ ზედიზედ რამდენიმე წუთს ესე გადაუგდეთ თავზე ბურთი და დრებთან თამაში და ბურთის დაუშვებლად კაცი კი ბატონო გადაუგდე ერთს გადაუგდე მეორეს გადაუგდე მესამეს და მეოთხე მეკარეს კორტუნს ხო და გავიტანე გოლი და ეს მახსოვს ბევრი გადამწყვეტი გოლიც გაქვთ გატანილი და აი მაინც რომელს გოლს გამოარჩევდით აი პარკ დე პრენსზე პარკ დე პრენსის გამოვარჩევდი დიდი კიევის დინამოს რომ ბოლო წუთზე გატანე ბურთი და ასე შემდეგ არარატთან 71-ში არარატთან ჩვენ აქ დიდი ანგარიში წავაგეთ და მე იქ რევანში ავიღეთ კი ბატონო ჩვენ წავაგეთ აქ 4-0 4-0 წავაგეთ ხო და ერევანში ჩავედით და ხალხი კიდე გვიყვიროდა რომ 8-0-ს წავაგებთ ხო 4-0 და ჩვენ შეშინებული ვიყავით კაცო და მერვე წუთზე გავედი შუაში დრიბლინგი გავაკეთე და დავარტყი პიტაპის ცხერიანში რა იმის მერე ერთი გოლიც გავიტანე მაგრამ ის არ ჩათვალა ეხლა თქვენ ერთადერთი კაპიტანი ხართ თბილისის დინამოსი რომელმაც საბჭოთა კავშირის თასი აიღო ხო და აი ამ ფინალებს როგორ გაიხსენებთ აი არარატთან ფინალი რომელიც ეს პირველი თასი იყო ჩვენი 76-ში იყო არარატთან ფინალი და ისე რა იყო მაგ დროს 3-0-ზე არარატის სულა მირზოიანი მეუბნება რომ მანუჟარო კარგიო რა ერევანში შევჭამენო და ორი ბურთი გაგვეწარიო და ბიჭებს უცხარი ბიჭებო გავაწყენოთ მეთქი ორი ბურთი და არაო ყველა ორი მისღა და მე უცხარი რა ვქრატო უარს იზახია და 3-0 მოვიკეთ მე კარგად მახსოვს ის მომენტი პენალტი როდესაც დაინიშნა თქვენ პენალს რო არ ურტყავდით ეს რაღაც გარკვეული მოსაზრებები ვიცით გაგვიგია ხოდა რო დაინიშნა პენალტი ეხლა ფირუზასგან ვიცი რა ფირუზას დელები ხონდა ძალიან შეგული აღარ არის ეხლა ფირუზა ხოდა პენალი რო დაინიშნაო გამოვხედეო და ნუ მანუჩარი რო არ ურტყავდა პენალს წინასწარ ვიცოდითო რა თქვენ პენალზე უარი მქონდათ ნათქვამი თუმცა საჯარიმოები ბევრი გაქვთ გატანილი იმას არ ურტყავდით პენალს ხოდა გავხედეო და თამაშამდე ნუ იყო ნათქვამიო რომ ებრალიძეს უნდა დაერტყაო ეს პენალი და მიიმალაო ებრალიძეო იქით წავიდაო ხო და გამოვქანდიო დავავლე ბურთს ხელიო და რა გეშინიათ მე გავიტანა ბურთსო თქვიო და მართლაც გავიტანეო კარგად გაიტანა ფილმზე კარგი ფეხბურთელი იყო ძალიან მაგრამ გადამწყვეტი პენალი გაიტანეთ მე უკვე 79 წელს კი ბატონო დიახ 79 და მახსოვს ძალიან ოსტატურათაც დაარტყით ის პენალტი თავიდან გუცავმა და ყიფიანმა ვერ გამოიყენეს ეს პენალები პირველი ორი პენალები და მე უკვე თქვენ გაიტანეთ შენგელია შოკი იყო ჩვენთვის რომ პირველმა ჩვენმა პენალისტებმა ვერ გაიტანეს და ჩვენ თავს უცხარეს უნდა გავიტანოთ და გაიტანეთ თქვენ დარასელიამ სულაკველიძემ და ჩივაძემ ხო? კი ბატონო პენალის დარტყმა ჩემთვის არაფერი არ იყო რა იმიტომ რომ სტოპერაზე გავიტანე ვიცოდი მაგრამ მაინც ჩემთანს ვერ ვაკეთებდი რომ გოლი გამეტანა პენალით რა და კარგი დრო იყო მაგის დავაწირე ღმერთო მე დრო მიდის და ფეხბურთი უფრო და უფრო საყვარელი ხდება უფრო და უფრო უყვარდება ხარს და ჩვენ დროს რო არ იყო ასეთი პატივისცემა ამაზე ვარ გამწარებული რა ვქრათ ხალხის დაფასება იყო მაგრამ ამხელა ფული ეხლა რო არის ფეხბურთში არ ყოფილა რა არა მაშინ კაცო პროფესორს და ფეხბურთელს როგორ ვიცო მე პროფესორზე მეტი ხელფასიო შეწამული რა ფილოსოფია ქონდათ ამ კომუნისტებს ამ ავადმყოფებს ვახ და ეს ტურნეებზე რო დადიოდით იქ არ გაძლევდნენ $20 ჩვენ კაცო ეხლა რა მინდა თქვა რომ ერთხელ ვართ ინდონეზიაში და კაჟარნია ჩვენი ტრენერი და სამთა ტურნირია ინდონეზიის ნაკრები ბეკა კოპენჰაგენი იმისი დანიის ჩემპიონი და ჩვენ თვერის დინამო და
ვეთამაშეთ პირველი ტაიმი, პირველი თამაში ვეთამაშეთ ინდონეზიის ნაკრებთან მოვიგეთ 6-1 იყო შოტი, მაშინ დაამატა თამაშობდა იმ გუჩი და 6-3 და შემდეგი თამაში იყო ბეკა კოპენჰაგენთან, აი ხა რომ ევროპის პირველობაზე რომ თამაშობს ბეკა კოპენჰაგენი, მოუგეთ მაგათ 4-1. ჩამოვიდა ბრაზილიის კრუზეირო. და გითხრეს რომ ითამაშეთ და ვეთამაშეთ. ბიჭო 13 წავაკეთ. და მეორე დღეს გამოვიდა გაზეთები რომ ეს როგორ წააგო თბილისის დინამო ამის ანა გუნდბო ამის ანა სუზგუნთან კრუზეიროსთან და დარეკეს მოსკოვში რომ ათამაშეთ ძალიან თო ხალხი ითხოვდა ინდონეზია რომ ითამაშოთ მეორე თამაშიო. დავრეკეთ მოსკოვში და მოსკოვმა უთხრა ნეპალოს ჟენაო და მაშინ რაც შემოვიდა ფული $9 მილიონი ჩაგვიტანა მაშინ ბაგაჟში მაშინ სუმკაში და მოგცა და ჩვენ ამ $9 მილიონიდან მოგცეს $20. ბიჭო და მაჩაიზე პუსტონ хорошо учится ГП და პუსტ მაჩაიზე პერეშიტა ეტო და აი იმიდან ჩვენი სატუროდან სანამ მივიდოდეთ აეროპორტამდე გზაში დავთვალეთ. თქვენ წარმოიდგინეთ სულ იყო $1 და $2 და $5 და ხო და დავთვალე და ჩამოვიტანეთ ეხლა და მივიტანეთ იქა მოსკოვში სადაჯერას ანუ კგბ-ში. ხო და ჩვენი გუნდის უფროსი იყო ნესტორ ჩხატარაშვილი და უთხრეს ამას რომ შენ ძეძეზე $10 თუ $10 დამოკლე. $10 დამოკლე 10 ლარი რა. თუ 30 ლარი რა. აი გამორჩეული თამაში იყო კიდე ლივერპულთან. აი როგორ გაიხსენებთ ლივერპულის ამ თამაშს. სამწუხაროდ ჩვენის თამაში ლივერპულში თამაში არ გვინახავს. კაცო მაშინელი ლივერპული მსოფლიო ჩემპიონი გუნდი იყო და აღიარებული იყო ევროპაში. ხო და შიშის და კაკარით გავედით ლივერპულს ვეთამაშებოდით და მაგრამ დავდექით და დალგრიჩი და იმათი კონტრშეტევები გავაჩერეთ და ჩვენი სტილში ეს დიდი წვიმა იყო მაშინ თბილისში და აგვიჭირეთ თამაში, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. მერე იყო გამბურგი. გამბურგი ეხლა შემოვიდა გერმანიის ჩემპიონატში, მაგალითად ვალიჩი იყო, მაგრამ როგორც ეთყობა სუსტი გუნდი არის ეხლა ხო და მაშინ მაგარი გუნდი იყო. გამბურგი მაგარი გუნდი იყო, მაგრამ ხრუბეში, კალთი, კიდვანი, აი მაშინ მაგათი ჰამბურგის მწვრთნელი იყო ზებეცი. და იმან თქვა თამაშის მერეო რომ იშვიათად მინახავსო ესეთი ფეხბურთელი როგორც მაჩაიძე არის, აი თამაშის რიტმს არეგულირებს, უნდა მოუმატებს, უნდა დაუწევსო, აი ეს იშვიათია ეგეთი ფეხბურთელიო თქვენზე. მე ვიყავი ეგეთი რა ვიცი რა. აი იქნებ ის გაიხსენეთ, თქვენ რომ ტურნე გქონდათ ნაკრების შემადგენლობაში არგენტინა, ბრაზილია. მაშინ არგენტინა პრაქტიკულად ის გუნდი მეორე წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ო, კი ბატონო. ბრაზილიაში ზიკო და ესეთი აი ეს თამაშები იქნებ გაიხსენეთ. ეგ გავიხსენებ მაგ ამბავს და პირველი თამაში იყო არგენტინის ნაკრებთან ვითამაშეთ ეს თამაში და ძალიან დაძაბული თამაში იყო და ფაქტიურად მოვიგეთ. გოლი გავიტანეს, მაგრამ არ ჩაგვითვალა. საჯი იყო იქ არგენტინელი და არ ჩაგვითვალა. თორე ფაქტიურად მოვიგეთ. მეორე თამაში ყოდა ბრაზილიაში, რესიფში და რესიფში ყოდა. არა მარაკანაზე ყოდა, მარაკანაზე იყო კი ბატონო და მაშინ ზიკო და ჩემპიონატი თამაშობდა რიველინო და ზიკო. ხო და 4-3 ჩვენ ვიყავით 4-3 ხო და ისინი თამაშობდნენ 4-4 და მე ვეთამაში ზიკოს და რიველინოს. და მაშინ რიველინოს თამაში მახსოვს რომ კაი ბიჭი იყო ძალიან რიველინო ეხლაც მახსოვს. ისე ფოტოები არის რომ თქვენ სულ ზიკოს წინააღმდეგ ერთმანეთს იჭერთ რაღაც ესე ფოტოები არის მაგ თამაშში. კი ბატონო. მე გამორჩეული ფეხბურთელი იყო ზიკო. ზიკო არა
ვერ ვიტყვი, არა გამორჩეული როგორ, მაგრამ მაშინიან გუნდში ზიკო ერთ-ერთი ძლიერი. მაშინ ითვლებოდა რომ პირველი ვარსკვლავი იყო იმ პერიოდის ბრაზილიაში. მაგრამ რივერინო იყო და ზიკოს და ამ ორი წინააღმდეგ ვითამაშები გამიჭირდა რა მაგის დავაზე ორი ხეზი და მე ვიყავი მარტო. მაგრამ კარგად ვითამაშეთ ის თამაში, მაგრამ მე მგონი ბრაზილიამ ის გვაჯობა რა ბოლოს. სიცხე იყო ისეთი იყო საშინელი კაცო. 40 გრადუსი იყო ღამე. 10-ზე ვითამაშე და 40 გრადუსი სიცხე იყო. აი თქვენ ახლა რამდენი გითამაშიათ ტიტულები, ყველაზე უფრო რომელმა ტიტულმა გაგახარათ, რომელი ტიტულის მოგებამ გაგახარათ ყველაზე უფრო? ყველაზე უფრო გამახარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონთა ტიტულმა რა. თბილისში რომ მოვიგეთ. და ჩამოვიდა მაშინ მოსკოვის ტორპედო იყო მაშინაც. ბოლო თამაში რო იყო. დიჩავის თამაში და მაშინ მოგწეს ისა ჩამოკიდეს მედლები და გავიმარჯვეთ საბჭოთა კავშირის პირველობაში. კი, აი თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თითქმის შეუცვლელად თამაშობდით. მე 200 თამაში ვითამაშე შეუცვლელად. შეუცვლელად. აი ეს რით იყო განპირობებული, აი თქვენი ფიზიკური მდგომარეობით, ფიზიკური ძალიან ვარჯიშით, განსაკუთრებით რეჟიმის იყო ძალიან და ვიცავდი რეჟიმს და ვიცავდი იმას ფეხბურთელის ყოფასხოვრების ცხოვრებას და კარგად იმიტომაც ვითამაშე ამერე მაშინ. მე თქვენ გადავყვედით ქუთაისის ტორპედოში. კი ბატონო. და თქვენი დიდი დამსახურებაა რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში. აი პერიოდს როგორ გაიქცევთ? ბიჭო, როგორ გავიხსენე და მთელი ის საღამოქრელი ქუთაისი ყვეროდა მანუშარს და მაღვერდებენ რა და ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბავი და მე მინდოდა რომ ქუთაისში ყოფილიყო მეორე გუნდი ერთი თბილისის დინამო და მეორე ქუთაისის ტორპედო, მაგრამ არ მომცა რა საშუალება კაჩარელი მან ახალკაცრა და დავიწყეთ რაღაცები, მაგრამ აღარ მინდა გახსენება მაგის. აი თქვენ ასეთი დიდი გამოცდილება გაქვთ საფეხბურთო. კი ბატონო. ხო და აი მწვრთნელობა რატო არ ცადეთ? რა ვიცი ახლა არ შემიწყო თავრობა ხელი და რა ვქნა, რა ვიცი მაგის. ნუ ისე თავიდანვე ახლა თქვენი სპეციალობით წახვედით სამუშაოდ. ო, ჩემი სპეციალობით წავედი და ტრესტი რაღაცეები, ისე ხელოები ყოველთვის ესე იყავით და ნუ მე რამოდენიმე წელი იყო რომ ესე იგი თხოვნით და იმით პოლიტიკაშიც საკრებულოს წევრიც იყავით. პოლიტიკამდე ძალიან მრავალმხრივი ინტერესები გაქვთ, ხო? კარგად ხატავთ, ჭადრაკსაც თამაშობთ, ხო? ჭადრაკსაც თამაშობ, აი ჩემი ნახატი აგერე. იქაც პატარა გაუფერდა მაქვს. დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რა სიტყვით? აი ნაკრებზე თვითონ ბატონო ჩემო დღევანდელ ფეხბურთზე რას ვიტყვი, თქვა რომ ჩვენ კარგი თაობა გვაქვს, ძალიან კარგი თაობა გვაქვს. ჩვენი თაობის ფეხბურთელები კარგი ბიჭები არიან, კარგად შეუძლიათ თამაში, მაგრამ შეძლეს ვერ აღწევენ. ეს ფსიქოლოგიური ამბავია მე მგონი რა. ბიჭო, რატო იმ დროს, როდესაც საქართველოში ესეთი კარგი ამინდია, ამისანა ნიჭიერი ხალხის ხოლოს რატო ვერ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები გამართულ ფეხბურთს ეს ვერ ძღებდნენ გამოსანარჩება ჩემთვის რა. ეხლა ცოტა ერთი საჩოთი რო საკითხიც გავიხსენოთ. აი თქვენი დინამოდან წასვლა. რა ვიცი, ხებერთვა ყველას აშოროს ის რაბავი რაც მე დავიმართა და რაც მე გამიკეთეს კაცო. ყველაზე მეტი თამაში მე მაქვს თამაში თბილისის დინამოში და ახალკაცმა და გამოესხარა შენი დღეს დაგვიძახა და მითხრა რომ შენო არ გჭირდებოდა რომ უნდა წახვიდეო. მე ვუხარე კაცო, ეხლა რო ვაკიდე ფეხბურთელებს, ეხლა როგორ ასემენ, როგორ პარისემენ და ჩვენ დროს ეგრე არ იყო. ჩვენ დროს იყო 20 მეაწევდი, არა უკვე უნდა დასულიყავი. თუ არა რაღაცას მოგიწყოდნენ და მე სეკრეტარი მომიწყეს რა. ძვირფასო მაყურებლებო, დროებით შევწყვეთ
ბატონ მანუჩერთან ინტერვიუს და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, ბათუმის დინამოს, თბილისის შევარდენის წარმატებულ ფეხბურთელს ბატონ გოჩა ჯოხაძეს. გულშემატკივრებს შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბატონი გოჩა 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი დუბლ შემადგენლობათა შორის, შემდეგ 1991 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელიც არის, რადგან ჩატარებული აქვს მატჩი, გახსოვთ ალბათ ირლანდიის უოტფორდთან. 100-მდე თამაში აქვს თბილისის დინამოში ნათამაშები, როგორც საერთაშორისო, საკავშირო ჩემპიონატის წარმატებულად გამოდიოდა, როგორც მოგახსენეთ, ქუთაისის ტორპედოში, ბათუმის დინამოში, თბილისის შევარდენში. მოგესალმებით, ბატონო გოჩა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. თქვენ პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს როგორ გაიხსენებთ საფეხბურთო სკოლას და როგორ მოხვდით თბილისის დინამოში? აი ეს პერიოდი რომ გავიხსენოთ. მოგესალმებით სულ ყველას. თბილისის დინამოში მოხვდით მე და ჩემი მეგობრები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყოფნის დროს. ეს იყო პერიოდი, როდესაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როგორც საფეხბურთო, ისე საშუალო სკოლა განათლების. 76 წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები და მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე მოსწავლეთა შორის. საქართველოს ნაკრები მომზადების პერიოდში გადიოდა თამაშებს და ერთ-ერთი რამოდენიმე თამაში, 1-2-3 თამაში ესეთი ჰქონდა დინამოს დუბლებთან. აი ზუსტად დინამოს დუბლებთან თამაშის დროს უკვე ესე ვთქვათ მხედველობის არეში მოხვდით რამოდენიმე ფეხბურთელი და გვაკვირდებოდნენ იმის მერე. როდესაც მორჩა საკავშირო ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის მესამე ადგილი ავიღეთ მაშინ. თბილისის დინამოში მოხვდით ორი კაცი, მე და ბესლან ნამბა იყო ესეთი ფეხბურთელი. აი ესე მოხვდით თბილისის დინამოში, მაგრამ აი 77 წლიდან უკვე როგორც ამბობენ გუნდში აგიყვანეს, როცა ხელფას გინიშნავენ და 77 წლიდან უკვე დავიწყეთ თბილისის დინამოში მოღვაწეობა მე და ბესლან ნამბამ. და 78-ში უკვე გავხდით ჩემპიონები, როგორც ძირითადი, ისე დუბლის შემადგენლობა. ესე მოხვდით თბილისის დინამოში. მართალი გითხრათ, როგორი საპასუხისმგებლოც იყო, ის რო გითხრათ, რომ რთული იყო ძალიან, მე მეგონა უფრო გართულდებოდა, მაგრამ რამოდენიმე ფეხბურთელის დახმარებით და ისეთი ფეხბურთელების დახმარებით, რომელიც იქ იყვნენ ვეტერანები, ძალიან ბევრი რამე გაგვიადვილდა. ბატონო გოჩა, სანამ დინამოში მიხვიდეთ, მე როგორც თამაშობდი დავაზაში. კი. მიხვდით დინამოში დაგვხვდათ ლეგენდები. მაგრამ წესი თქვენთვის ეს ლეგენდა უცხოო მაინც და მაინც არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ წვნელი ყავდათ იქ ისეთი, რომელსაც თუ სიტყვა ლეგენდა შეეფერება, სწორედ ის იყო. მიშა მესხი. კი. და იქნება აი გაიხსენოთ მიშაც. მიშა მესხის ძალიან ბევრი რამე მახსოვს, იმიტომ რომ ბავშვობიდან პირველი სკოლა იყო, როგორც კი მივედი და თავიდანვე მიშა სანამ ცოტა ფორმაში იყო, თვითონ ატარებდა ვარჯიშებს. თვითონ გამოდიოდა სულ 2-3 წლოვანებას ავარჯიშებდა ხოლმე. ეს იყო 59-იანები დაბადებული და 61-იანები. ეს ორი წლოვანება უყვარდა განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი რა გითხრათ, ტექნიკურები ფეხბურთელები ძალიან უყვარდა. და თვითონ მიშა გამოდიოდა, იცმობდა ფორმას და გვავარჯიშებდა. ჩვენთან ერთად თამაშობდა ხოლმე. 77 წელში მიხვედით თბილისის დინამოში. რა პლიადა დაგხვდათ და რა ლეგენდები დაგხვდათ, ამაზე ნაწილობრივ აღნიშნეთ ახლა და ნუ ესეთი დიდი ფეხბურთელები თბილისის დინამოში და როგორი იყო მათი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, მით უმეტეს რომ 78 წელში თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და თქვენ დუბლებში არანაკლები წარმატებით ითამაშეთ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდეთ დუბლების მიმართ. აი ვინ იყო ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად გიმართავდა თქვენს და როგორ იყო აი ეს შეხვედრა? 77 წელს თბილისის დინამოში უკვე ჩავერიცხეთ თუ ესე შეიძლება ითქვას ახალგაზრდა ფეხბურთელებად,
პასუხისმგებლობა მაინც დიდი იყო და შებოჭვაც დიდი იყო, იმიტომ რომ ამხელა ლეგენდების გვერდზე დგომა თამაში ცხოვრება, ცხოვრების წესებია ისეთი იქ, რომელიც დაუწერელია და შენ თვითონ უნდა მიხვდე. ყველა კლუბს აქვს თავისი ცხოვრების წესი. თუ ცხოვრების წესს არ აყევი, შენ ცხოვრების წესს არავინ არ აყვება და არც არავინ არ ახარ, იმიტომ რომ იმხელა ლეგენდები არიან და ისინი თვითონ იქცეოდნენ ისე, როგორც ის კლუბი მოითხოვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ამხელა ლეგენდებთან ხო გვერდზე დაჯდომა, უცებ თავიდან რომ მიდიხარ ძალიან რთულია რა ყველაფერი. აკვირდები მაგალითად ყველას თავისი ადგილი აქვს იქ, კვების ობიექტი იქნება, სასადილო იქნება, შეკრება იქნება დარბაზში, რო გვიტარებდნენ იქ. ყველას თავისი ადგილი და სკამი ქონდა. ვერ მიხვიდე და ვერ დაждდებოდი პირდაპირ. სანამ ყველა არ დაждდებოდა, მანამდე შენ არ ჯდებოდი და იქ იყურებოდი, სადაც თავისუფალი სკამი იქნებოდა, მე ჯდებოდი. გარდა ამისა, შენ რო აკვირდები, ისინიც გაკვირდებიან. ყველა ისე გაკვირდება, როგორ მოიქცევი, რანაირი ის გექნება, რა ქვია, ქცევის ნორმები, ყველაფერს აკვირდებოდა, იქ ისე არ არის, რომ შენ მიხვედი ახალ კლუბში, ახალ იმაში შედიხარ, რა ქვია, დაუშვათ ორგანიზაციაში და წარმოიდგინეთ, რომ შენ უნდა ისწავლო იმათ წესის ცხოვრება. არა, თან პატარა ბიჭი მიდიხარ. თან პატარა ბიჭი ახალგაზრდა. გამოსცემელი ფეხბურთელი რო გადადის ერთი გუნდიდან მეორეში, ის კიდე ალბათ ცხოვა არა. იქ კლუბის ცხოვრება გავლილი რო გვაქვს სხვა არის, არც კლუბის ცხოვრება გვაქვს ჩვენ გავლილი ქონდა და არაფერი. პირდაპირ შეუულებრივი გუნდიდან. კი, ნაკრებში კი ვიყავით, მაგრამ იმ ნაკრებში ყველა ერთწლოვანება ვიყავით. თან ბავშვობიდან ერთმანეთში გვიწევდა თამაში და ყველას იცნობდა და აქ მიდიხარ გუნდში, შენ კი იცნობ ყველას, მაგრამ ის აიქიდან არ გიცნობს არავინ. ამიტომაც იყვნენ ფეხბურთელები და არაფერს, სულ არაფერს რა. და ოცნება იყო შენი გუნდში მოხვედრა და მოხვდი და იქ უკვე წარმოიდგინეთ ახლა რომ ძალიან შებოჭილი ხარ. და აი ამ ყველაფერს ხო ძალიან სერიოზულად, ძალიან კარგად იყვნენ უფროსი ფეხბურთელები, რომლებიც თავის სიმპათიებსაც გამოხატავდნენ, ვინმის ზოგი მოწონდათ, ზოგი არ მოწონდათ და იმიდან რა ქვია გამომდინარე თვითონ შემოდიოდნენ კონტაქტში და იყვნენ ესეთი ფეხბურთელები. თქვენ წლების განმავლობაში დინამოში თამაშობდით, როგორც თავიდან აღვნიშნე, ორ მატჩზე მინდა განსაკუთრებით კითხოთ. ერთი არის კადისის ტურნირი, როცა თბილისის დინამო ესპანეთში კადისის 4-თა ტურნირი, მაშინ აგვისტოს თვეში 1980 წელს, როცა თბილისის დინამო ეთამაშა ფლამენგოს და თქვენ ამ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა. და მეორე თამაში, როდესაც თბილისის დინამომ თასების თასი აიღო, თბილისში პირველი თამაში იყო უკვე 3 ივნის მოსკოვის ტორპედოსთან და თქვენ იყავით ძირითად შემადგენლობაში. ახსოვს. აი ეს ორი თამაში რო გაიხსენოთ, აი რა გრძნობა გქონდათ, აი ეს რომ აი პირველად საშა ჩივაძეს კაპიტანს მოქონდა თასების თასი და თქვენ უკვე ძირითად შემადგენლობაში ითამაშეთ. ძალიან კარგად მახსოვს მე ეს თამაშები და კადისის აი ეს გასვლითი თამაშიც მახსოვს. წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდია, საზღვარგარეთ კი ვიყავით გასული. საზღვარგარეთ ვიყავით ერთი თურქეთში. ეგ იყო 79 წელი. პირველი დელეგაცია ჩავედით ჩემპიონების მერე თურქეთში და მანამდე კიდე იყო ეს კადისი და კაპიტალისტურ ქვეყანაში ნამყოფი არ ვიყავი მე. და პირველი კაპიტალისტური ქვეყანა იყო ესპანეთი, როცა წავედით თბილისის დინამოს შემადგენლობაში. მაშინ მე როგორც მახსოვს ესპანეთში ორი თამაში იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ. კი, 4-თა ტურნირი იყო. 4-თა ტურნირი იყო და ზიკო თამაშობდა და დავით ყიფიანი. ჩვენ ვხრიან დავით ყიფიანი, მათ ხრიან ფლამენგო ზიკო. იქ ეს ორი გრანდიოზული ფეხბურთელის თამაში იყო თეატრალურ სანახაობას გავდა. იქიდან მხრიდან ზიკო, აქედან ყიფო, თავისი პასებით, თავისი განაწილების თამაშის და ორივე გუნდი კაი ფორმაში ვიყავით. და აი რომ აგონდება, ხო, ზიკო მერე გახდა ის ზიკო. კი ქონდა სახელი, მაგრამ ისეთი არა. და ეს ორი ფეხბურთელი იყო გამორჩეული, რომელმაც აი ხო გეგონების თეატრალური სცენები დადგეს იქა, ისეთი კაი თამაშები იყო. რაც შეეხება ტორპედოსთან თამაშს, თბილისში იყო თასის შემოტარება. პირველი თამაში იყო თასების მერე და დამაყენა მე. აი ცხენოდა, მართალი რომ გითხრათ, ცხენოდა, იქ არ ვიყავი, იქ არ წამიყვანა. ხო და
აქ ღირითაჩი დაგაყენო როგორია და თან ეხლა თასს ატარებ და არ ახარი მთასზე ნამყოფი და აი ერთი მონაწილეობა ერთ თამაში მაქვს კიდე ნათამაშები შესაძლებელი. მართალი გითხრათ გამიკვირდა, მაგრამ არ ვიცი რა იყო ეს კომპენსაცია იყო, რა იყო მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი იყო რომ ეგრე მოხდა რა. 83 წელს თქვენ უკვე ძირითადი მოთამაშე იყავით. 24 თამაში ითამაშეთ შემადგენლობაში და შემდეგ მომდევნო სეზონიდან უკვე გადახვედით ქუთაისის ტორპედოში. აი რატო მოხდა? 83 წელს გუნდმა ვერაჩვენა ის შესაძლებლობები, რაც უნდა ეჩვენებინა. თბილისის დინამოსთვის ის რომელი ადგილზე ავეთ აღარ მახსოვს, მაგრამ სამარცხვინო იყო. გივი ნოდია დანიშნეს, მაშინ გივი ნოდია მწვრთნელი იყო თბილისის დინამოში და დანიშნეს ქუთაისის ტორპედოში. ქუთაისის ტორპედო მაშინ გავარდა უმაღლესი ლიგიდან და იქ მოვიდა ხელმძღვანელობა ქუთაისში, რომელიც ძალიან მონდომებული იყო ტორპედოს აღორძინებით და გივი ნოდიას თხოვა, რომ გაეკეთებინა გუნდი, რომელიც შეძლებდა უმაღლეს ლიგაში გადასვლასაც და დარჩენასაც და გაგრძელებას. და გივი ნოდიამ დაიწყო სელექცია და მოგროვება ფეხბურთელების. იმ პერიოდში დინამოდან აუშვეს ნოდარ ახალკაცი, დავით ყიფიანი მოვიდა. ხა ყიფოსთან ნათამაშები ჰქონდა და ამდენი ხანი ვიცნობდით და შეიძლება ცოტა უხერხულიც იყო, არ ვიცი როგორ იყო. გივი მე მოვაგვარებ იმასო, რომ ყიფოს გამოაშვებინებ შენ თავს და მე და კოტა კერესელიძე და დიმა იყო კუდინოვი კიდე ესეთი. წავედით ქუთაისის ტორპედოში. გადავედით ქუთაისის ტორპედოში, გაგვიშვა ყიფომ და იქ გავაკეთეთ კლუბი, გუნდი, რომელმაც შეძლო გადასვლა მეორე წელს 84-ში გადავედით და 85-ში დავრჩით კიდე და მე 85-ში ქუთაისის ტორპედო მაჩვენა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. კი. და აი მე ორ თამაშზე კითხეთ თბილისის დინამოს შემადგენლობაში ნათამაშები და მინდა კითხოთ ახლა ქუთაისის ტორპედოს ერთი თამაში. 85 წლის ზაფხულში თქვენ მოსკოვში დინამოს მოუგეთ 3-0 და სამივე გოლი მერაბ მეგრელაძემ გაიტანა. აი ეს თამაში იქნებ გავიხსენოთ. მე ახლა ძალიან მიჭირს იმ ფეხბურთელებზე ლაპარაკი, რომლებიც ცოცხლები არ არიან. და ფაქტიურად ისეთი მეგობრობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის იქ. მერაბ მეგრელაძეზე თუ გკითხავთ, მერაბ მეგრელაძე ძალიან კაი ფეხბურთელი იყო. ძალიან შედეგიანი ფეხბურთელი იყო, წინ თამაშობდა, თავდასხმელი იყო და ძალიან კაი ადამიანი და პიროვნება პირველ რიგში. ბოდიში შეგაწყვეტინებთ, ყველაფერს თავი რო გავანებოდა, ლეგენდარული იყო, თუნდაც იმ ხრივ რომ მამაშვილს ერთად აქვს ნათამაში. კი ბატონო. მერაბ მეგრელაძეს არანაკლები ლანჩხუთის გურიაში აქვს ნათამაშები და საოცრად დადებითად და ძალიან კარგად. სხვათა ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი მერაბ მეგრელაძესაა გატანილი. კი. პირდაპირ გოლიადორი იყო მერაბ მეგრელაძე. როგორც ჩვენ რამაზ შენგელია ისევე მერაბ მეგრელაძეც რა. და მე ცოტა უცნაური გადაწყვეტილება იყო, რომ ესე კარგად აეწყო ქუთაისის ტორპედო, კაი შედეგი ჰქონდა და ისევ წამოგიყვანეს კი, მე და კუდინოვი წამოგვიყვანეს ისე უკან დინამოში. თუმცა ქუთაისის ტორპედოში ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები დახვდა, რომ მივედით. ოთარ გაბელია, კოსტავა, ჭილაია. ვინ იყო კიდე იქ ისეთი ხეს ყავს ჩვენი წასულები. და იქ დახვდნენ და კორღალიძეც ოთარ კორღალიძე იყო, ჟორჟიკაშვილი იყო, სერგეი შვეცოვი. შვეცოვი მერე ჩამოიყვანეს უკვე. 85-ში იყო. 85-ში იყო, 84-ში რო გადავედით, არის. 85-ში უკვე რახან უმაღლეს ლიგაში გადავედით, უკვე გაძლიერება, ვითომ გაძლიერება იყო საჭირო და ჩამოიყვანეს შვეცოვი. ისე რა მაინტერესებს. შვეცოვი ეხა ლენინგრადიდან ჩამოიყვანეს. კი, ლენინგრადში თამაშობდა. რაღაც ქართველებთან ქონდა ამაგას კავშირი. ქუთაისელი ქართულად ლაპარაკობდა. წარმოშობით. იმიტომაც ჩამოიყვანეს. ქართულად ლაპარაკობდა ხო, მე აი ესე. წარმახსოვს. ხო, ქუთაისელია თვითონ. დაბადებული ქუთაისშია. თავისუფლად ქართულად ლაპარაკობდა. შვეცოვი იყო ნაკრებში, საქართველოს ნაკრებში, ჩემთან ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში. ანუ ლენინგრადში. უცხო არ იყო თქვენ. არა. ვიცნობდი საქართველოს ნაკრებში ნათამაშები, ერთიწლოვანება ვიყავით და მაგრამ მე ლენინგრადში დარჩა ვერე. თქვენ ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდათ 87-ში შევარდენში. კი, კაი გონდი იყო სპორტში, მახსოვს შევარდენით. მეორე ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. თქვენ 30 თამაში ითამაშეთ, სულ ყველა თამაში 10 გოლი გაიტანეთ, ეს ნახევარდამცველისთვის ძალიან მაღალი შედეგია. მახსოვს მაყურებელი სულ სავსე იყო შევარდენის სტადიონზე. ძალიან კარგი გაზონი იყო
შვენიერის ძალიან ესე იგი თქვენ იყავით ვაჟა ჟვანია კიდე ვინ იყო ვაჟა ჟვანია მახსოვს და უგრელიძე მახსოვს დათოც იყო ერთი პერიოდი უგრელიძე ვაჟა იყო ჟვანია ლევან ყიფიანი იყო ებანოიძე იყო სხვათა შორის ებანოიძე ვერ მოვიძიე სად არის მეც არ ვიცი ეხლა кайხანი არ ვინახია მამუკა იყო აბუსერიძე კარში იდგა მეკარე ბაგრატა იყო ჩადუნელი ბაგრატ ჩადუნელი იყო მიშა იყო მაისურაძე იყვნენ ფეხბურთელები ბევრი სხვათა შორის მურთაზ ხურცილავა იყო მწვრთნელი და მურთაზე ბევრი რამე გააკეთა და მომთხოვნიც იყო და სხვათა შორის სელექციას კარგად ესმოდა მურთაზ ხურცილავას და ერთი რამე მინდა ვთქვა რომ პირველი 4-ეული იყო ქართული გუნდები სამტრედის ლოკომოტივი გავიდა პირველზე მეორეზე გავიდა სოხუმის დინამო მესამეზე ფოთის კოლხეთი და მეოთხე იყო შევარდენი და ძალიან პატარა სხვაობა იყო კულებში კი იყო ეგეთი მაგრამ ეს შევარდენ შემდეგ მე მახსენდება შევარდენის მერე კახი მოვიდა ასათიანი და თქვა რომ კახი მაშინ იყო საქართველოს დინამოს საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმს ჰქონდა რთული სიტუაცია ძალიან და უნდა წახვიდეო და მეუთხარი აქედან საწავიდე ოჯახი შევქმენი მეუთხარი შალოვიჩი ეს ის და არ არსებობსო რა უნდა წახვიდეო და დავთავრდე და თამაში დაგელაპარაკებიო და კახი ისეთი პიროვნება იყო რომ რთული იყო უარი გეტყვა თან რაღაცას რო გეტყოდა კახი არ არსებობდა რომ მოეტყუებინე აგარი კაცი იყო კახი უარი ვეღარ უთხარე და წავედით ბათუმის დინამოში მე ჟვანია მახსოვს რა ორი წავედით შევარდენიდან და ბათუმის დინამოც სხვათა შორის გადარჩა და არ გავარდა პირველი ლიგიდან ბატონო გოჩა როგორც ვიცი და საიდან ვიცი კომპეტენტური ხალხისგან და ვისაც დაეჯერება თავიანთი ვისაც სიტყვა დაეჯერება რომ მაჩაიძეს რაღაც განსაკუთრებით უყვარდით და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი როდესაც აგერ მეგობრები იყვნენ მისული ბატონ მანუჩართან ინტერვიუს რო წერდნენ და როდესაც გაიგეს რომ გოჩა ჯოხაძე გაიგო ბატონო მანუჩარმა რომ გოჩა იქნება ჯოხაძე გადაცემაში აი თვალები გაუბრწყინდა რა და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით მართლა ესე იყო თუ როგორ იყო ეს მართალს ბძანეთ მანუჩარი იყო ერთ-ერთი პირველი გუნდში რომ მივედი და პირველმა რომელმაც გამოხატა სურვილიც, სითბოც, ეს დიალოგიდან, ხელის მოკიდებიდან მოდი აქ დაჯექი, აბა ვინ ახარ, რა ხარ, რა გიყვარს, რა თამაშები იცი და გამოკითხავდა ყველაფერს და მანუჩარსაც ტექნიკური ფეხბურთელი და ისეთი ფეხბურთელები, ვიზეთ სიმპათია ჰქონდა ინდივიდუალისტები უყვარდა ყოველთვის თვითონაც ეგეთი ინდივიდუალისტი თქვენც ინდივიდუალისტი იყავით იმ წლებში მანუჩარისნაირი არა მაგრამ მანუჩარი რო იყო ისეთი სად არის და თვითონ მანუჩარიმ გამოხატა თავინა პირველი ამ კომპლექსების მოხსნა გუნდში რომ მიდიხარ ყველაფერზე მერე ეს ხუმრობის გახსნა ხო იცით ახლა ფეხბურთში სულ არის ხუმრობები ისინი ესენი და ეს ხუმრობის გახსნათ მანუჩარამ დაიწყო პირველი და მანუჩარასგან იმდენი ბევრი სითბო მახსოვს კაი ადამიანური რომ აი სითბოს და იმის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. მაგარი ადამიანი, მაგარი პიროვნება, ფეხბურთზე რო არ ვილაპარაკოთ რა. ფეხბურთზე ხო ლეგენდა იყო და საერთოდ საოცრება იყო. და როგორც პარტნიორი როგორ იყო? როგორც ფეხბურთელი? პარტნიორი თამაშის გუნდში. როგორც პარტნიორი, მანუჩარა ერთ-ერთი გამნაწილებელი იყო და მოთამაშე იყო და არ არსებობდა ბურთს რომ მოგცემდა და რო არ გახსნილიყო და კიდე იმის საშუალება არ მოეცა რომ შენ ბურთი არ დაგეკარგა და შეგეძლო მანუჩარას ისევ დაგებრუნებინა პარტნიორი იყო ისეთი რომ ყოველთვის გიტოვებდა არჩევანს რომ პასი მიგეცა და ბურთი არ დაგეკარგა თუ რაღაცა შექმნიდი თუ არა და ყოველთვის შენ გვერდზე იყო ძალიან პარტნიორად სერიოზული პარტნიორი იყო მანუჩარა ამას ჩემი ახსნაც არ ჭირდება და თება საქართველოს ვიცის ეს ესეთი შეკითხვა მექნება თქვენთან ნუ ახალგაზრდა იყავით თქვენ რა საკვირველია, როდესაც მანუჩარი წავიდა გუნდიდან. ნუ წავიდა ცოტა ისერბილად სათქმელი არის და. როგორი იყო რეაქცია ახალგაზრდების მანუჩარის წასვლის პერიოდზე?
ახალგაზრდების რეაქცია კი არა, მთელი საქართველოს რეაქცია იყო უარყოფითი. ვერ წარმოედგინა ვერავის მანუჩარის გაშვება გუნდიდან. რატომ მოხდა, როგორ მოხდა. ძალიან ბევრი ლეგენდები დადის ამაზე. ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ მიზეზებზე, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ მაგას ვერავინ ვერ წყვიტავდა ხელმძღვანელობის გარდა. მანუჩარის, დიდ მანუჩარზეა ლაპარაკი, იმაზე არა ჩვეულებრივ ფეხბურთელზე. იმასაც ის წყვიტავდა ხელმძღვანელობა, მაგრამ ყველანაირად მანუჩარის გუნდთან წასვლა იყო პირველი ხელმძღვანელობის რა გითხრათ აბა. და მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელების როგორ იყო რა, ცოტა შოკი იყო, შიში იყო რა თქმა უნდა, შოკი იყო, რომ წარმოედგინეთ ის ვერ გაგვეგო განა რა უნდა დაეშავებინა, ან გაეკეთებინა მანუჩარს ისეთი, რომ მანუჩარი გუნდიდან გაეშვათ და ხვდებოდით, რომ აქ სხვა რაღაცა იყო და ეს ფეხბურთს არ უკავშირდებოდა შეიძლება ფეხბურთს უკავშირდებოდა, მაგრამ ხვდებოდით, რომ რაღაც ფეხბურთის გარდა სხვა რაღაცა შეიძლება ყოფილიყო რა. ბატონო გოჯა, ეხა მე მახსოვს და უბრალოდ დაობის ხას ყველას გვახსოვს ეს პერიოდი, როდესაც მანუჩარი გაუშვეს გუნდიდან და გაშვებასაც გააჩნია და მაშინ საზოგადოებაში თუ ესეთი აზრი იყო, უფრო გამეფებული, რომ გაუშვეს მანუჩარა, იმიტომ რომ ზედმეტად უყვარდა ბურთის გაჭერება. ვერ ელეოდა ბურთს. მაგრამ დავიწყოთ ეხლა. მანუჩარს ჰქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე და თასზე ნათამაშები აქვს 430 თამაშზე მეტი. 430 თამაშზე მეტი. თითქმის ყველაზე მეტი აქვს კონე. ბასასა აქვს. გარდა ამისა, პოზიციების დამიხედვით, საყრდენათაც უთამაშია, მცველად უთამაშია, განაპირ მცველადაც, თავდასხმელათაც უთამაშია. ცენტრ 74-ში მოგიჭი და ცენტრ-ფორვარდად უთამაშია. ანუ რას ვამბობ ეხლა, ცენტრ-ფორვარდი ისე ხო ვერ ატარებდა ბურთს, როგორც თქვა გამთამაშებელს შეუულია. ანუ ვინაიდან ამ სხვადასხვა პოზიციაზეც აქვს ნათამაშები, ესე იგი მანუჩარი მწვრთნელის ნათქვამს ასრულებდა, ხო? ასრულებდა. გარდა ამისა, მანუჩარი გუნდიდან გაუშვეს 80 წელს. 78 და 79 წელს მანუჩარ მაჩაიძე დაასახელეს საბჭოთა კავშირის გასოს 33 საუკეთესო ფეხბურთელი როწავდებოდა, ხო? მანუჩარ მაჩაიძე 78 და 79 წელს საბჭოთა კავშირში საუკეთესოდ დაასახელეს თავის პოზიციაზე. შემდეგ ამ პერიოდში სწორედ ნაპოლის შეხვდნენ და იქ აი ზუსტად მინდა რომ ის ციტატა ამოწერილი მაქვს ჯოვანი დი მარციო იყო მაშინ მაგათი მწვრთნელი და არა მარტო ეს ამბობს საერთოდ მათთან ერთად რომ რაოდენობით ბედნიერები ხართ ქართველები რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი როგორიც არის მანუჩარ მაჩაიძე ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ესოდენ ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი. ეს წერს იმ პერიოდში ნაპოლის მწვრთნელი. დაახლოებით იგივე სიტყვები აქვს ზებეც, როგორც ჰამბურგის მწვრთნელს ნათქვამი. ამ პერიოდშივე ამბობს სწორედ რამდენიმე თვის მერე ბატონი ნოდარ ახალკაცი იმდროინდელი დინამოს მწვრთნელი რომ მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა დინამო თბილისին ვერავინ დაუდგებოდა. რა მოხდა ამ რამდენიმე თვეში? ამ რამდენიმე თვის მერე შეუყარდა ესე ბატონ მანუჩარს ესე ბურთი და არც პასი ძლეოდა არც არაფერს თუ რა იყო აი ბოლო რა იყო მისი წასვლის გუნდიდან თავარი მიზეზი რა მისი წასვლის თავარი მიზეზი მართალი გითხრათ მეც არ ვიცი იმდენად ჩემთვისაც დიდი შოკი იყო მანუჩარის გუნდიდან წასვლა რომ მიზეზზე ხო არ ვიცი სიმართლე რა იყო ერთი რამე ვიცი რაც შემეძლია ვთქვა მანუჩარის გუნდიდან წასვლა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ხელში ვინც იყო ხელმძღვანელობა დინამოში
იქ რა მოხდა მეც არ ვიცი ერთი ვიცი რომ შოკი იყო და სულ ყველა გაუგნებულები ვიყავით რა ყველაზე დიდი ყველაზე აი ძიმე артиლერია რო იტყვიან და ყველაზე წონიანი გუნდში ვინც იყო ის გაუშვეს გუნდიდან და აი რატო გაუშვეს როგორ ამიზეზები განა რა ქონდათ მანუჩარა მე წავიდა და სხვაგან ითამაშა პარტაკში ითამაშა პახტაკორში ჯერ პახტაკორში წავიდა მაშინ ჩამოვარდა თვითფრენავი რეალთან ითამაშა ბესკომ ითამაშა მაგიც და გოჩაც და მანუჩარამ კიდე ითამაშა იქ გოჩანზე მაგაზე მე ქუთაისში კი გოჩაც უცხინვალი იყო მადრიდის რეალთან ესე რომ იმის თქმა მინდა რომ მანუჩარს კიდე შეეძლო თავისი გაეკეთებინა თავის გუნდისთვის ბევრი რამე შეეძლო მაგრამ არ ვიცი ვერ გეტყვით რა მოხდა სხვათა შორის ქუთაისში ის ახალი ბაზა რო აშენდა იმ პერიოდშიც ბევრი წვლილი მეუღლის მანუჩარს აი დაპროექტებაში და რაღაცეებში თვითონ მიყვებოდა მე რომ ბევრი რამე რაღაცეები შეუსწორეთო იქო რომ შენებელებს იმიტომ რომ სპორტული იმების აშენების ბაზების აშენების გამოცდილება ძალიან დიდი არ ქონდათ მე მგონი ჩვენებს რა ვიცი შეიძლება ქონდათ არა არ ქონდათ ნამდვილად არ ქონდათ და მანუჩარი ბევრი რამე შეუსწორა რა ბატონო გოჯა აგერი ზოგადად კადისის ტურნირი გავიხსენეთ ციკო იყო მოწინააღმდეგე და თქვენი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ბევრი ძალიან კარგი პარტნიორი სკოლია და ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეც. აი ხა რო გადახედოთ ეს აი ხო არ თქვათ პოზიციების დამიხედვით მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდასხმელი. აი თქვენი საზრით საუკეთესოებს აი ვისთანაც თქვენ გქონიათ უშუალოდ შეხვედრა. გნებოთ თითო-თითოს გინდათ ორ-ორ სხვა დაასახელებთ. ის რაც მე მქონია საბჭოთა კავშირის მასშტაბით თუ ჩვენ გუნდში იძახით. ანუ გნებავთ პარტნიორი, გნებავთ მოწინააღმდეგე, აი საუკეთესოები ვინ იყვნენ თქო, რა თქვენი საზრით. ვისთანაც თქვენ გითამაშიათ ან მოწინააღმდეგე ყოფილ. მოწინააღმდეგეს გეტყვით ყველაზე რთული ვისთან იყო თამაში, იმიტომ რომ არ გაძლევდნენ თამაშის საშუალებას. მაშინ მოგეხსენებათ ცოტა მოიკოჭლებდა ამ არბიტრების და მსაჯების ქცევის ნორმები მით უმეტეს საბჭოთა კავშირში თუ ძალიან უხეშად არ დაგარტყავდნენ ჯარებას მაინდა-მაინც არ მიცემდნენ და ცოტა უხეშ თამაში იყო და რთული თამაშები იყო. მე საბჭოთა კავშირი რო გავიდა საზღვარგარეთ ბევრი კლუბი, იქ რამდენი ყვითელი მიიღეს და რამდენი წითელი, მაგას სტატისტიკა დათვლის რა. ხო და ძალიან რთული იყო კიევთან თამაში, კიევის დინამოსთან. და რატო? კიევის დინამოსთან იყო თამაში რთული, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით, არ გაძლევდნენ საშუალებას თამაშის, მაშინვე გახშობდნენ, დაგარტყავდნენ, ოღონდ გაეჩერებინეთ, ხო? რანაირი ხერხით, როგორი ხერხით, მაგას არა აქვს მნიშვნელობა. მოსკოვის გუნდები იყო კიდე ესეთი, დინამო მოსკოვი იყო ყველას მოგეხსენებას. აი არ არსებობდა ტრავმირებული ფეხბურთელი რო არ გამოსულიყო თამაშიდან. ნიკოლინი მოსკოვის კიდევ ერთი გუნდი იყო ყველაზე კარგად რაც მახსოვს, ვისთანაც სიამოვნებდა თამაში იყო ტორპედო მოსკოვი. იყო ტექნიკური გუნდი და ფეხბურთს თამაშობდნენ. და ტორპედოში ხო ტორპედოსთან თამაში იყო აი სიამოვნება და ხოდაშორ ძალიან ბევრი ელიტარული მოსკოვის და რუსეთის ხალხი დადიოდნენ. ისტორიულად ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სტრელცოვი და ივანოვი და ეგიდან მოყოლებული. მართალი ეგეთ. დანარჩენები ხო გეუბნებით, აი ძირითადად საბჭოთა კავშირი იმ პერიოდში აწვებოდა უფრო ამ გერმანულ ფეხბურთს და ატლეტურს, აი ამ იმითი რა ქვია, რო არ გაძლევდნენ თამაშის საშუალებას და უფრო ნაკლებად ტექნიკურს რა. რას გაიხსენებდით? მანუჩარზეა გადაცემა და მანუჩართან თქვენ ურთიერთობაში რას გაიხსენებთ? მანუჩარასთან ურთიერთობაში გავიხსენებდით ძალიან ბევრ რამეს, რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი, მაგრამ ერთი რაც მახსოვს, აი სიკეთის გამოსახულება იყო ამხელა ბუმბერაზი კაცი. აი ესეთი შინაგანი ჯანგონი სავსე იყო, ჯერ ჯანი ქონდა შინაგანი, აი რა გითხრათ რა. ცარიელი კუნთი იყო, ხო და მიუხედავად ამისა, ისეთი თბილი იყო მოფერებაში, ამ ურთიერთობაში, აი რო იძახიან ხოლმე ხუმრობის გახსნაში და თვითონ შეგეხუმრებოდა თავი და გაძლევდა იმის საშუალებას, რომ შენს გეთქვა რაღაცა და არ თაკილობდა იმას, შენ თუ რაღაცას წაეშაყირებოდი, თუ მიხვდებოდა რომ მართალი იყო, აუტყდებოდა ხოლმე, თვითონ ეცინებოდა ხოლმე მაგ ყველაფერზე რა. თვითონ ხდებოდა სიცილით, რომ ეს საიდან მოიფიქე, ან საიდან რა დაიჭირეო. მანუჩარა მოკლედ არებსი, აი ჯერ პიროვნება, მერე ფეხბურთელი და მერე ქართველი და მერე გინა განათლება თქვი და გინა
აი რა გითხრათ, ყველანაირად განათლებული და განათლებაზე რო არ ჩავსვა, არაფრით არ შემიძლია. 1997 წელს მანუჩარმა დაიცვა დისერტაცია დრეკადობის თეორიაში. გახდა კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და შემდეგ მოხდა ისე, რომ კანდიდატის ტიტულები გააუქმეს ტექნიკურ მეცნიერებს და მანუჩარს პირდაპირ რო გადახედეს, მის დისერტაციას მიანიჭეს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდებით არის დღეს. გარდა მაგისა, მანუჩარა ხატავდა უაღრესად, აი, საოცრად. ლესელიძეში რომ მივდიოდით. რომ მივდიოდით კი არა, რო ჩავიდოდით თავის ოთახში, რო შეხვიდოდით. დადებული ქონდა დაუშვათ აი ბუცი, ბურთი, გედრი ისა და ნატურმორტებს ხატავდა. ხან ვაშლი, მსხალი რაღაცა ნატურმორტებს ხატავდა, საოცარ ფერებს ქმნიდა რა. საოცარ ფერებს და ფუნჯების ეს ყველაფერი დაქონდა და მოქონდა და თავისუფალ დროს ერთობოდა ამით, თვითონაც სიამოვნებდა. გარეთ. ბატონო ბოჭეხა შეუძლებელია ჩვენ დღევანდელობაზეც ორი სიტყვა ვთქვა და აი ჩვენ ნაკრებზე რა სიტყვით, როგორი პერსპექტივა, რა იმედებით ხვდებით, კენჭის რა იქნება თებერვალში, უკვე ერთა ლიგის მორიგი გათამაშება იწყება. ჩვენ ნაკრებზე რა შეიძლება თქვა და პირველ რიგში ბევრი რამე კაი შემიძლია ვთქვა და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ რა უჭირს ჩვენ ნაკრებს უჭირს ერთადერთი გამოცდილება რა. აი ამ გამოცდილებასაც შეიძენენ ამ ევროტურნირებიდან გამომდინარე და შეიძენენ და დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევენ, იმიტომ რომ ძალიან კაი თაობა მოდის რა. ძალიან ნიჭიერი, ძალიან უკვე გასულები არიან საზღვარგარეთ კლუბებში თამაშობენ, ის გამოცდილებაც მიიღეს, რომელიც უნდა მიიღონ და კიდე აიმაღლებენ გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ ისეთ საქმეს, რომ საქართველოს გაახარებენ. გულშემატკივარს. სასიამოვნოა თქვენი პროგნოზი ნამდვილად. ძვირფასო მაყურებლებო, სატელევიზიო გადაცემას არ აქვს არც იმის შესაძლებლობა და არც პრეტენზია, რომ ესა თუ ის თემა სრულიად ამოწუროს. ან თუნდაც სრულიად ასახოს ამა თუ იმ პიროვნების ღვაწლი. მით უმეტეს ისეთი დაფასებული და ღირსეული ადამიანის, როგორც მანუჩარ მაჩაიძე გახლავთ. ჩვენ დღეს მისი განვლილი გზა კი არა, მხოლოდ რაღაც 1-2 შტრიხი ეპიზოდი შეიძლება ითქვას. კი ბატონო, განვიხილეთ და უკვე ამოვწურეთ, რომ 1 საათი გავიდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ სტუმარს ბატონ გოჩას აქ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და ჩვენი გადაცემის მთავარი გმირის დიდი კაპიტნის მანუჩარ მაჩაიძეს გახსენებისთვის. საქართველოს დღევანდელ ნაკრებზე კი ერთ-ორ სიტყვას ბატონი მანუჩარიც ამბობს და მოდით მისი სიტყვებით დავამთავროთ ჩვენი ეს გადაცემა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. გამოვაჟოს ქართულ ფეხბურთს. მე მინდა რომ მე გულშემატკივარი ვარ ფეხბურთის და ქართულმა ფეხბურთმა შეგვიძლია რომ უფრო უკეთესად ვითამაშოთ და